ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ერთის მხრივ მნიშვნელოვნად იზრდება სანქციები გარკვეული სამართალდარღვევებისთვის, რაც როგორც წესი საპროტესტო აქციებს და გამოხატვას უკავშირდება. ასეთი არის მაგალითად ქალაქის იერსახის დამახინჯება, რაშიც შეიძლება მოიაზრებოდეს სხვადასხვა საპროტესტო სტენსილების გაკეთება, წარწერების გაკეთება შენობებზე, გზის სავალ ნაწილზე და ასე შემდეგ. აქ სანქციის რაოდენობა არის მნიშვნელოვნად გაზრდილი. ასევე გზის გადაკეტვა ორგანიზებულად ტრანსპორტის ორგანიზებული მოძრაობის შედეგად აქ ემატება ტრანსპორტის მართვის უფლების ჩამორთმევა 1 წლის ვადით. მნიშვნელოვანი არის ისიც, რომ ასევე ჩნდება საერთოდ ახალი სამართალდარღვევები ან ახალი საფუძვლები უკვე არსებულ სამართალდარღვევებში, მაგალითად მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ საკუთარი მოვალეობების განუხორციელებლობას ემატება ბავშვის მიერ პოლიციის კანონიერი მოთხოვნისთვის დაუმორჩილებლობა, ანუ რო ავხსნათ თუ კი ბავშვი არასრულწლოვანი არ დაემორჩილა პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას, ეს შესაძლოა მშობლისთვის სანქციის დაკისრების საფუძველი გახდეს. აქ მნიშვნელოვანია ითქვას ის, რომ როგორც წესი ამ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისთვის დაუმორჩილებლობა სახელმწიფო ისედაც თვითნებურად და დაუსაბუთებლად იყენებს რეპრესიულად ისეთი ადამიანების წინააღმდეგ, რომელიც არავითარ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას არ ჩადიან, ან მათ მიმართ არავითარი კანონიერი მოთხოვნა რეალურად არ ყოფილა წაყენებული, თუმცა ახლა როგორც ჩანს სახელმწიფოს სურს, რომ ეს რაღაც რეპრესიული მექანიზმი კიდევ უფრო გააძლიეროს და ბავშვებზე და მშობლებზეც გაავრცელოს. აქ მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს სანქციების ზრდა, როგორც ვახსენე, უკავშირდება სწორედ ისეთ სამართალდარღვევებს, რაც შესაძლოა გამოყენებული იყოს საპროტესტო გამოხატვის პროცესში. და იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ისედაც ყოველთვის დაუსაბუთებლად და რეპრესიულად იყენებდა, ახლა სავარაუდოდ მისი მიზანი არის, რომ ამ სანქციების გაზრდით კიდევ უფრო ძლიერი მსუსხავი ეფექტი შექმნას და ფაქტობრივად ფინანსურად დასაჯოს ადამიანები საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის. საერთოდ ახალი სამართალდარღვევა, რაც გაჩნდა ნიღბის ტარება აქციაზე, რაც პირდაპირ წინააღმდეგობაში ადამიანის ძირითად უფლებებთან მსგავსი შეზღუდვა, სახის დაფარვის შეზღუდვა რუსეთშიც არსებობდა და ვენეციის კომისიამ პირდაპირ თქვა, რომ ასეთი ბლანკეტური შეზღუდვა არღვევს ადამიანის გამოხატვის და შეკრების თავისუფლებას, ამაზე არსებობს ოდირის მოსაზრებაც, ამაზე არსებობს ევროპული სასამართლოს პრაქტიკაც, გაერო სპეციალური მომხსენებლის შეფასება, თავარი გაუარესება, რაც არის საჯარო სამსახურის შესახებ კანონში, არის ის, რომ სტრუქტურული ერთეულის უფროსები და მათი მოადგილეები, ანუ დეპარტამენტის უფროსები და მათი მოადგილეები, ასე რომ ვთქვათ, აწი იქნებიან არა პროფესიული საჯარო მოხელეები, არამედ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები. ეს ბევრ გარანტიას, ასე ვთქვათ, აცლის მათ ხელიდან, პირდაპირ მათ თანამდებობაზე ყოფნის ვადას ხდის დამოკიდებულს საჯარო უწყების ხელმძღვანელის თანამდებობაზე ყოფნასთან, ასევე მათი სამსახურში მიღებისთვის აუცილებელი აღარ არის კონკურსი, მათი სამსახურიდან გათავისუფლება ბევრად უფრო მარტივად შეუძლია ხელმძღვანელს, მხოლოდ ერთი თვით ადრე გაფრთხილების შედეგად და ერთი თვის კომპენსაციის მიღების შედეგად, რაც იმას ნიშნავს, რომ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები ფაქტობრივად აწი მთლიანად პოლიტიკური ნიშნით შეიძლება შეიჩნდნენ და მათი პოლიტიზაციის მაღალი საფრთხეა. ქართულ ენასთან დაკავშირებული საკითხიც ამ ცვლილებასთან არის მიბმული, იმდენად რამდენადაც ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისთვის საჯარო სამსახურში ქართული ენის ცოდნა აქამდეც არ ყოფილა სავალდებულო და ახლაც ეს ნაწილი შეცვლილი არ არის. შესაბამისად, რადგანაც დეპარტამენტის უფროსები გახდნენ უკვე ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები, მათზე ეს მოწესრიგება ვრცელდება, ანუ მათთვის აღარ არის სავალდებულო ქართული ენის ცოდნა. ყოველ შემთხვევაში, ამ მდგომარეობით ეს კოდექსში ამ პირობით არის მოცემული.